როგორ მოგეწონა მანქანaan და გადაადგილება, მე მგონი კომფორტულია. ძალიან კომფორტულია, პირველი მინდოდა ამენიშნა აუცილებლად ბოლოსთვის ძალიან კომფორტულია. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ხმაურთან დაკავშირებით აბსოლუტურად არც თვითონ ავტომობილის ხმა არ ისმის და არც გარე სივრცის ელექტროგვიწყობს ხელს. ძალიან კომფორტულია და სიამოვნებით შეგიძლია ასეთი მანქანიდან კონფერენციები ჩაატარა, იმიტომ რომ ზედმეტი და ხმაური ნამდვილად არის. ერთი კითხვა, შენი აზრით რა საფასო კატეგორიაში რა ღირს ეს ავტომობილი? ჩამჩრელი კითხვა არის. იმიტომ რომ აშკარად ტოვებს შტაბეშტილებას, რომ საკმაოდ მაღალი კლასის ავტომობილია, თუმცა ვინაიდან არ ვიცნობ, გამიჭირდება კონკრეტულ საფასო კატეგორიაში. აი მითხარი მაინც რიცხვი. რა ვიცი. დაახლოებით. 40-მდე. ბევრად ნაკლები. 22,000 დოლარის ფარგლებში. სწორედ ამიტომ ალბათ გლობალურ ავტოინდუსტრიას ეშინია ჩინური ავტოინდუსტრიის. მართლა გაოცებული ვარ, ფასის კომპონენტი, ფასთან მიმართებითი კომფორტის ნაწილი და განსაკუთრებით, რომ ეს ელექტრო არის, კიდევ უფრო დამატებით. ეს არის პლაგი ჰიბრიდი, ანუ ბენზინიც არის, elektroც არის, შერეული წვა არის, ყველაზე კარგი, მე მგონი დღევანდელ მომცემლობაში. კი, ნამდვილად გითხრები. ჩვენ საუბრობთ ხოლმე მეგობრებში და რეკომენდაციებზე, ერთმანეთს ზუსტად ყოველთვის იყო რეკომენდაცია შერეულ ტიპზე. და ნამდვილად გაოცებული ვარ. დამტენების ინფრასტრუქტურა ჯერ არ გვაქვს ისე განვითარებული, მე მგონი რომ სამწუხაროდ, თუმცა მიდის, ამდენად მე ვიცი, რომ ვაკვირდები და ვისაც მეგობრებსაც ყავთ ელექტრომობილები, რომ ამდენად ვიცი სიახლეები, ყოველთვის უკვე ხდება, რომ ქალაქშიც არის ძალიან ბევრი ახალი და ტელის სივრცე. კი, ეხლა რაღაცები არის. რაც ორი დროით ფინიში ნაკლებად არის პრობლემა, უფრო რეგიონების პრობლემაა, ხო. თბილისის გზა, ბათუმამდე გზა პრობლემური იყო ადრე. ბათუმს ვიღებთ ხოლმე იმათ, რა ქვია. შეევა რაჭაში მივიდივარ მე და რატისკენაც ხო ბევრი არ არის სიმართლე. რაც თავარია დატენის დროც საკმაოდ შემცირებულია კი ახალი იქიდან გამომდინარე, ამიტომ 20-25 წუთამდე ჩამოსული, ანუ ყავის დალევა შეიძლება ისე ვერ მოვასწროთ, ისე დაიტენოს ავტომობილი. ეგ მინუსია, მინდა გითხრა, ყავის დროს უნდა იძლეოდეს. ყავას მე გავუშვებთ არასწრაფ დატენვას და მე შეგვიძლია ყავაც დავლიოთ. ყავის დროს უნდა იძლეოდეს. არა ერთი ჭიქა სხვადასხვა. დღევანდელ მოცემულობაში ცხოვრების რეჟიმი საკმაოდ რთულია. რაღაცა გამომართლებელი მიზეზი უნდა გქონდეს. რომ გაჩერდე. გაჩერდე და ყავა. რომ გაჩერდე ყავის შესვენება.